გამარჯობა. დღეს შაბათია, ამიტომ ძალიან დიდ ხანს მეძინა და ახლა გვიღვიძე. არის პირველის ნახევარი, როდესაც ეგრე. და ჯერ დანარჩენებს ისე ვძინავთ და დღეს Orange Island-ზე მივდივარ. სავარაუდოდ. დაბადების რომ მქონდა ერთი კვირის წინ და სტიჩის ჭიქამებურად აჩუქა. Anyways, დღეს Orange Island-ზე მივდივარ. ორ შემთხვევაში ეგრე დავგები, მე თუ რა თქმა უნდა რა დამეზარა. მაგრამ რომ დამეზაროს რაც თავია შაბათია. შესაბამისად რამდენი ენერგიაც უნდა დავხარჯო ხوان დიდი დღე მაქვს რომ ძალები ავინაზავრო. აღვიდგინო. აღვიდგინო. ზოგადად ჩინეთში ჩამოსვლის შემდეგ შაბათი დღე შემიყვარდა, იმიტომ რომ ყოველთვის გაქვს შესაძლებლობა სადმე გახვიდე. ენერგია მთლიანად დახარჯო, რაღაც ახალი აღმოაჩინო, დაბრუნდე და შემდეგი დღეც დაისვენო. ეს ძალიან კარგია. აი კვირა დღე არ მეყვარს. იმიტომ რომ შემდეგ დღეს ლექციები მაქვს. ამ ვიდეოს გადაღების თარიღი არის 29 ნოემბერი, რაც იმას ნიშნავს, რომ წესით გარეთ ძალიან უნდა ციოდეს. მაგრამ არც ცივა პირიქით. გარეთ რომ გავდივარ, მინდება რომ მოკრემკლავიანები ჩავიცვა. უბრალოდ ძალიან არასტაბილური ტემპერატურა, ცხელა, მაგრამ თან გრილა რაღაც მომენტებში. საღამოსკენ უკვე საერთოდ ხო, მოკრემკლავიანებს უბრალოდ ვეღარ ჩავიცვა, იმიტომ რომ შექსივდება. მაგრამ ეხლა მოცვია ჰუდი და მინდა რომ უბრალოდ მოკრემკლავიანი დასწრებული ჩავიცვა. ახლა რა მინდებს ვერაფერი ვერ გავიგე. ერთადერთი რაც ვერ გავიგე ამ ქალაქში არის ამინდები. რანაირად შეიძლება ესე იყოს, ვერ ხვდები, ანუ თან პლუს ჰაერი არის ძალიან შეცვლილი, ანუ აქ რომ ჩამოვედი ძალიან ტენიანი იყო, ძალიან საშინელი შეგრძნება იყო სუნთქვისას, რა მქონდა საშინელი შეგრძნება სუნთქვისას, მეგონა რომ წყალს სუნთქავდი და ეხლა კიდე პირიქით. დღეების წინ ჩატში ჩააგდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჰაერი ძალიან მშრალი ხდება და ხანძრის წარმოქმნის საშიშროება მაღალია. წესის მსგავს რაღაცა ზაფხულში არ უნდა ხდებოდეს ხოლმე. Paperitis დავყარე, მაგრამ არ უშავს. That's okay. იმიტომ რომ მინდა რომ მომცხარი ვჭამო. აჰა. ძალიან მინდა რომ რაიმე ახალი პოდკასტი ვნახო, რომლის ყურებასაც დავიწყებ, მაგრამ თან მინდა რომ ძალიან ბევრ ჩინურ რაღაცას ვუსმინო. რაც მეზარევა. ამიტომ ისევ ქართული რაღაცების მოსმენები შემია ხოლმე. Hello. გარეთ გამოვედი და ტაქსოლოდები. შუალედში არაფერი არ ხდებოდა საინტერესო, ამიტომ არ გადამიღია. უბრალოდ პირდაპირ წავალ და იქ ყოფნისას გადავიღებ ყველაფერს. თუ რა თქმა უნდა ძალიან არ დაღამდა გზაში, იმიტომ რომ აშკარად გვიან გამოვედი, არა და 4 საათია. კაი 5. 6 დაიწყო, მაგრამ გვიანი არ არის. ტაქსმა ყველანაირად დაიგრძელა გზა როგორც შეეძლო, თავიდან 2 წუთი ეწერა და ეხლა 5 წუთი ეწერია.
მოკლედ ტაქსიმ კი მომიყვანა სადღაც, მაგრამ აქედან რა უნდა გავაკეთო, ეგ აღარ ვიცი. დიდი ალბათობით უბრალოდ ვერ გავისეირნებ კუნძულზე და ეგ არის, მაგრამ სხვა ადგილებში წავალ. ადგილებზე წავალ და მან გავისეირნებ და მოკად გადავუღებ რაღაცებს. იქნებ რაიმე ახალიც ვიპოვო. Who knows? მოკლედ რაღაც ადგილას ჩამოვედი და სად ჩამოვედი ეგეც არ ვიცი. და ეხლა მინდა რომ რაიმე საინტერესო ადგილი მაინც მოვძებნო რა, როგორც მაგალითად უის სკვერი არის რა, მაგრამ არ ვიცი საით უნდა წავიდე. აქეთ არაფერი არ არის, მაგრამ მგონი არც იქით არ არის არაფერი და გავარჩევთვის დებილივით. ისევ ამ ადგილას სიარული მიწევს და უკან შენობა მეცნო და დიდი ალბათობით მაგით ისევ უის სკვერზე გავდივარ და მომბეზრდა ეს უის სკვერი ყოველთვის. ამიტომ უბრალოდ სხვა ადგილას წავალ ახლა. ეხლა საერთოდ ისეთ ადგილას გამოვედი, რომ თვითონაც არ ვიცი. უბრალოდ ძალიან დიდი შენობაა. ჯერჯერობით მინდა რომ ამ შენობას გავწდე როგორმე. ეხლა იქით დიდი შენობები რაც არის, მაგეთ მივდივარ, რომ რაიმე უკეთესი სკვერი ვიპოვნო. იმიტომ რომ ზოგადად ვიცი რომ ბევრი ადგილია რაც უნდა ნახო რა, აქ, მაგრამ არ ვიცი სად. ხო და ეხლა აი ამ შენობებთან მივალ ლურჯად რო ანახებს. და ნახო რა შეიძლება რომ დამხვდეს იქ. იმ დიდ შენობებთან მოვედი, მაგრამ გარშემო არაფერი არ არის, ვერც სხვა სკვერი ვერ ვნახე ჯერჯერობით. ამიტომ ისე უბრალოდ გზას ვაგრძელებ. ვფიქრობ, რომ გზის მეორე მხარეს გადავიდე, იმიტომ რომ იქნებ იქ იყოს რაიმე ისეთი რის ნახვასაც შევძლებ, მაგრამ ძალიან მეეჭვება, იმიტომ რომ იქიდან თვითონ Orange Island-ი ჩანს უბრალოდ. მაგრამ გადავალ ნახო.
მე თვითონაც აღარ ვიცი უკვე სად ვცდილობ რომ მივიდე. უბრალოდ არაფერია გარშემო. არც შენობები არ მაძლევს არაფერს. სამაგიეროდ ხედი არის იმ აილენდის, სადაც უნდა გადავსულიყავი. ამიტომ Rala Mazinha, ეხლა თუ ვიგებ იმ აილენდზე რანაირად უნდა გადავსულიყავი. აქეთ მხარეს შუქი ჩაუქრათ უბრალოდ. მოკლედ ჩართვა იყო. ამ ადგილას გვიანად არის Orange Island და ეს ძალიან დიდი თავი, რომელიც მგონი არც ჩანს რომ თავია. არის მაო ძედუნის ქანდაკება, ძალიან დიდი. გიგანტური შეიძლება ითქვას. ძალიან გიგანტური ქანდაკება არის. და მან მინდოდა გადასვლა. რეალურად არ ვიცი წინ ის იმხელა ნავი თუ გემი თუ რაც ქვია ჩანს თუ არა, მაგრამ მგონი მაგით უნდა გადავსულიყავი. ან არ უნდა გადავსულიყავი. Who knows? თითქმის სახეს ვხედავ პროფილთან ვარ. მაგრამ აქეთ ესენი დავინახე. Pretty. აქედან გზა აღარ გრძელდება, what the hell? რა ბონჩიტო. Okay. გონი კუნძულზე გადასვლის გზები მიყოლნა. გავაფრენ ახლა. უბრალოდ ვიკითხე როგორ უნდა წავსულიყავი მაგაზე და მithქვეს რომ მეტროთ უნდა გადავსულიყავი მეორე ხაზზე. და მე გადავიდოდი კუნძულზე. და ანუ თავიდანვე უბრალოდ შემეძლო რომ მეტროთი წავსულიყავი. იმიტომ ახლა მეორე ხაზზე უნდა გადავიდე, არის გაჩერებაში და მე იქიდან უნდა გადავიდე პირდაპირ კუნძულზე. ახლა იმედ გაცვლება არის და ეხა 9 საათი დაიწყო მგონი. თუ 8. არ ვიცი, მაგრამ მეტრო იკეტება სადღაც 10-ისკენ. ძალიან ცუდად რომ ექნება რომ იქ მოვედი კუნძულზე. უბრალოდ მეტროში ვარ ჯერჯერობით. ისე. გასასვლელისკენ მივიდივარ ახლა. ეხლა უნდა გავარკვევ თვითონ შიგნი როგორ უნდა შევიდე, იმიტომ რომ კუნძულზე აშკარად გადმოვედი. ეს არის შესასვლელი. უსაყვარლესი დავსვა შემთხვევა იმ მხრივ, რომ ანუ მოკლედ სანამ მსგავს მონუმენტებთან შეხვალ, ყოველთვის რა უნდა დაჯავშნო. შენი შესვლა. რომ უბრალოდ რიცხვაში იყო თუ რაღაცა ეგეთი რა, ხალხის რაოდენობას აკონტროლებებ თუ რაღაცა ეგეთი, არ ვიცი, არც მე არ ვიცი რა. უბრალოდ სანამ მსგავს მონუმენტებთან შეხვალ, ყოველთვის შენი შესვლა უნდა დაჯავშნო. ხა დავჯავშნე, მაგრამ საქმე ის იყო, რომ არ ვიცოდი საიდან უნდა შევსულიყავი რა. მე საქმე ის იყო, რომ კი დავსკრინა, მაგრამ ჩემო მობილურმა გაჭედა, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში უნდა გამიჭედოს მობილურმა. და მოკლედ სკრინს ვეძებდი.
ან კონკრეტულად იმ პროგრამას, სადაც მოკლედ დავჯავშნე, რომ მეჩვენებინა, რომ დავჯავშნე და აქედან რომ შემიშვათ თუ შეიძლება და საბოლოოდ რომ მივხვდა, რომ მაგრად დავიკარგე. უბრალოდ კარები გამიხსნა და შედიო. This is so sweet. მაგრამ ახლა სად უნდა წავიდე, ესეც არ ვიცი. სწორად მივდივარ. და ოკეი. ყველგან სწორად მივდივარ. Yay! ახლა აქედან უნდა ვიარო 200 მეტრში არის მაოძედუნის ქანდაკება და ეგ უნდა ვნახო. At least მაგასთან მაინც უნდა მივიდე. ძალიან მაინტერესებს ეს ყველაფერი კომპიუტერში როგორ გამოჩნდება. იმიტომ რომ ზოგადად კომპიუტერში ყველაფერი უკეთესად ჩანს ხოლმე ვიდრე ამ კამერის ეკრანზე. კარგი, მოკლედ ნაბიჯს ავუჩქარებ. რაც შეიძლება მალე რომ მივიდე. იქ მერე ვიდეოები გადავიღო და გათვალიერებინოთ და უკან წამოვიდეთ ან ისე რომ დორმში არ დავაგვიან. 3 საათიც კი არ დამრჩა. ანუ იმენა რეკორდი უნდა მოუხსნა. არა უშავს, სხვა დროსაც წამოვალ და უკეთესად, იმიტომ რომ ეს კუნძული მთლიანად მინდა რომ ვნახო და ეხლა უბრალოდ მაოს თავი მინდა რომ ვნახო. უბრალოდ მაგის ნახვა მინდა რომ მოვასწრო. ეგ არის და ეგ. მერე მინდა რომ მთლიანი კუნძული ვნახო, აი ქუჩები და ნინი, ხო ხვდებით? აი ეგეთი. Wow, so beautiful. Hey,漂亮. კიდე კაი უკან მოიც არ ამბობთ. 100,000 ადამიანს ვკითხე, როგორ უნდა მივახციო მაოს თავთან. ზოგადად ხო ამ ხელა სკულპტურა რა, ძალიან დიდი მონუმენტი არის რა. და მეორე სანაპიროდანაც ისე ჩანს, თითქოს აი ორი ფეხის ნაბიჯზე მიხვალ რა. მაინც რო გადმოვედი ამ კუნძულზე, ერთი ასკაც ვკითხე მგონი, რანაირად უნდა მივიდე მაგ მონუმენტთან. და ყველა მეუბნება რომ სულ წინი არის. მივდივარ სულ წინ, უჯერებ რა გავაკეთო სხვა რა გზა მაქვს. და ხალხი ბრუნდება უკან და მე ეხლა მივდივარ. გადაბრუნდა კამერა ბოდიში. და უკან მხარეს ძალიან ლამაზად ჩანს სანაპირო. ქვემოთ ჩასასვლელია მერე ჩავალ და გადავიღებ მაგასაც აი ულამაზესია უბრალოდ ძალიან მინდა რომ ჯერ მაოს თავთან მივახციო. და თან პლუს ეს ყველაფერი 10 საათამდე უნდა მოვასწრო, იმიტომ რომ მეტრო იკეტება 11 წუთებზე თუ რაღაცა. ხო და ანუ რამდენი ფული დავხარჯე? და მე რამდენი დრო უბრალოდ შემეძლო რომ მეტროც წამოსულიყავი. ესე იგი ხომ ხელა მონუმენტი არა. აი ძალიან დიდი არა, რაღაც აი თმები. არ ვიცი თმები ასე რატომ აქვს. ოკეი? არ გიქხა. არ გიქხა. ეს უნდა ამეღო. ამით უნდა მესარგებლა. მოკლედ, იმას ამოვდი რომ ხომ ხელა მონუმენტი არა. მეორე მხარედან ჩანს, სანაპიროდან ჩანს და ანუ გზის ნახევარზე მეტი გავიარე და მაინც არ ჩანს. თან არ მინდა რომ დაუნებდე რა, ნახევარგზაზე მეტი გავლინი მაქვს. მოვედი. მოვახციე, მართლა შემოარტყი ჯერა. ერთი წუთი ლად ესე კარგად არჩენს როგორც უნდა ჩანდეს. ძალიან მაინტერესებს ეს ხალხი ესე ნელა რო დადის სახლში რით აპირებენ წასვლას. თუ ერთადერთი გაჭირებული მე ვარ მარტო მეტრო რო უნდა გამოვიყენო და ჯერ აქედან რომ მეტროში უნდა გადავიდე და მე ანუ 3-4 ხაზი უნდა შევიცვალო. მოვითხო რომ მეტროები იყოს ეთლის პირველ საათამდე და მე უნივერსიტეტები იკეტებოდეს 12-ზე. მივასწრო. ვერაფერს ვერ ასწრებ.
დიახ. ეს არის ბატონი მაოძედუნი. 你拍照快点啊！那好外地是合拍。天哪，你这还是你来？我的外拍，我拍。 ხალხის რაოდენობას რო შეხედოთ რა თუ შეიძლება. 打的不好。这边打高。 აქ ძალავა სანაპირო. და მაო.香给他打个卡，原油。 ხალხი მაუსანახავად არის მოსული და რატომღაც მე მასშტაბდება, იმიტომ რომ უცხოელი ვარ. და გავიწყდათ მთავარი ვინ იყო აქ. ой. 走了吗？要不要他们也？真的。 პედი იყო ჩვენი შეხვედრა პედი. უეჭველი უნდა მენახა რა. ჩვენი პედი არ აქცდება ხო ის. სანაპიროზე ჩავდივარ და გადავიღებ ახლა როგორი ხედი არის აქედან. 就走江边吧，就走江边也可以啊。圈子多大家？我这边买点红的出去的，我刚才买的圈吗？有啊，鸭血黄鱼汤，你在花楼家。太多。给我一点。玩抓人的时候，我就可以。我比你们更，我都不敢背你们。就是。 სასტრაფო წესით უნდა გავიქცე მეტროსთან და მე სასტრაფოდ უნდა გავიქცე უნივერსიტეტში. იმიტომ რომ მეშინია კარები არ დაკეტონ, იმიტომ რომ ეხლა ხდება წესით 10 საათი, არა 9 საათი ხდება. 2 საათი მაქვს რომ მივიდე. უბრალოდ ძალიან დიდი გზა არის რეალურად იმ ადგილამდე მისასვლელი, ამიტომ და რომ სანაპიროც გადავიღო. ერთად შევძალიან, მინდა რომ შეიძლება მალე მივიდე იმ ადგილას, ანუ 200 მეტრი ამდენი კილომეტრია. რამდენიც არ უნდა იყოს, მოკლედ 200 მეტრი გამოვიარე. და 200 მეტრის გამოვლას კარგად დიდი ხანი მოვანდო მე და ეხლა კარგად დიდი ხანი დამჭირდება რომ ისევ უკან წავიდე. იმ ადგილთან მივიდე. ისევ და უბრალოდ აქედან წავი. ანუ რეალურად ამ ხელახსა გამოვიარე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ სანაპიროსთვის მე უკანაგზიდან ვიდეო გადამეღო და მაო მენახა. მაოს თავი
ოღონდ მთელი გადაობა ისაა, რომ სულ რაღაც 6 წუთი გავჩერდი. ანუ 6 წუთისთვის გავიარე ამ ხელა გზა. ბოდიში ქალბატონო. ვიდეოს კი არა ფოტოს იღებდა. მეც გამიხარდებოდა აქ რომ ვინმე მყავდეს და ფოტოებს მიღებდეს, მაგრამ არ მყავს. ამიტომ So disappointing. Она ламазия. მოკლედ მთელი ვიდეო გამოვიდა იმაზე, რომ ამ ადგილიდან გადმოვედი ამ ადგილას, რომ მე ნახა მაოს თავი სულ რაღაც 5 წუთით. ეხლა ამ ადგილიდან უნდა გადავიდე იმ ადგილას, რომ როგორმე მივაღწიო უნივერსიტეტში. და მთელი ამ ვიდეოს არსი ვინმე რომ გამაგებინოთ თუ შეიძლება. იმიტომ რომ მე პირადად მგონია უბრალოდ გაჩვენეთ თუ როგორ ფლანგავ დროს ჩინეთში შაბათს საღამოს. იდეაში ვიცოდი როგორ უნდა გადმოვსულიყავი ამ ადგილას. მაგრამ ვიცოდი მაშინ როდესაც ეს ყველაფერი დავსერჩე და როდესაც საქმეზე მიდგა და ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება მომიწია, დავავიწყდა. რომ საერთოდაც ვიცოდი რომ მეტროთი ნანახი მქონდა სადღაც რომ აქ გადმოსვლა შემეძლო. Which is crazy. ანუ არც კი ვიცი საერთოდ ანუ ამდენი ტექნოლოგიის მიუხედავად უბრალოდ ერთი ყველაზე ცნობილი კუნძული ვერ ვიპოვნე ამ პროვინციაში და ვიღაცა მეტყვის რომ ცხოვრების ჩემი გზა უნდა ვიპოვნო, რომელსაც მე გავუყვები. I mean, what the hell? არასწორი ადამიანია შერჩეული ღმერთის მიერ, სამყაროს მიერ, whatever. მერტვანი. აქაც კი სკუტერი დადის. აქაც კი სკუტერით დადიან. ღმერთოჩი. ანუ გასაგებია დაცვა, მაგრამ დაცვამ ხო შეიძლება ფეხით იაროს. რატომ აიცება ის სკუტერი? მოკლედ ძალიან დიდხანს ხوار გავაგრძელო და ჩემს კამერაშიც საკმარისი ტევადობა აღარ იქნება. იმიტომ რომ მინდა რომ უბრალოდ მეყოს ოთახში მისვლამდე. მოკლედ ეხლა ვეცდები რომ ადგილზე მივიდე და ტაქსიდან შეგეხმიანებით, როდესაც უკვე მეორე მხარეს ვიქნები გადასული. მეორე მხარეს არ ვიქნები გადასული იდეაში მეტროდან აღარა მოვალ პირდაპირ. მესამე ხაზზე გადავალ და მესამე ხაზიდან უკვე ავალ ჩემს გაჩერებაზე, მოდი ესე ვთქვათ რა. არ დამჭირდება არანაირი ხაზების გადაცვლა, პირდაპირ გადავდივარ მესამე ხაზზე და თავარია რომ ეხლა უბრალოდ მეტრომდე მივაღწიო. 9 საათი ხდება, 10-მდე უეჭველში მაქვს დრო და დანარჩენს მე უბრალოდ გამოვიყენებ რომ ოთახამდე რომ მივალ, იქნება მოვასწრო და მაღაზიაში შევიდე. ეგ არის და ეგ.
ოკეი, მგონი ცოტათი გამოვჩნდი. არ ვიცი. მოკლედ, გარდა იმისა, რომ ტაქსიდან ჩამოვედი უკვე და დორმის ტერიტორიაზე ვარ. სიტყვები მე რამდენად დავიღალე. მაღაზიაში ვიყავი, ჩემთვის რაღაცები ვეძებდი. ეხლა უბრალოდ ავალ მოვწესრიგდები ადამიანს დამსგავსები ისევ და დავიძინებ. იმიტომ რომ 11 საათი ხდება. ეგ არის და ეგ.